კანდიდატი გადაცემას გავხსნით ნიკა მელიასთან საუბრით, რომელიც არის უკვე სტუდიაში. ის არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მისი პოლიტიკური ბიოგრაფია უკავშირდება სწორედ ამ პარტიას, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნახეთ დაკავება, შემდგომ გათავისუფლება. და ახლა ის ხელმეორედ ცდის ბედს თავმჯდომარის არჩევნებში. ბუნებრივია ეს ინტერვიუ, როგორც მე უკვე აღნიშნე, ცვლის მოცემულობას ბატონო ნიკა, მინდა გითხრათ პირველ რიგში მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და პირველ რიგში მინდა რომ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის ამ ინტერვიუს დეტალებზე. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ინტერვიუ, რომელიც გერმანულ გამოცემას მისცა მესამე პრეზიდენტმა? მადლობა მოწვევისთვის, დეა, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. დიახ, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რბილობთ რომ ვთქვათ, მეტად საინტერესო შინაარსის ინტერვიუა და მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სიცხადე შევა ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გულშემატკივარს თუ არა გულშემატკივარს პარტია ნაციონალური მოძრაობის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის აინტერესებდა და აინტერესებს და მომავალშიც დაინტერესებდა. ყოველთვის იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ღია იყო რამდენიმე საკითხზე პასუხგაუცემელი მძიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს დღემდე პასუხს, მაგრამ არავის უკეთესად გარდა მიხეილ სააკაშვილისა ამ კითხვებზე პასუხისგაცემა არ შეუძლია და მე დარწმუნებული ვარ, ადრე როგორც ვიდრე გვიან ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და მას ექნება შესაძლებლობა მათ შორის წელი ინტერვიუს მიცემისა თქვენი ტელეკომპანიისთვის და არა მხოლოდ თქვენი ტელეკომპანიისა, რა თქმა უნდა მე პირადად ჩემი მოსაზრებები მაქვს და მე პირადად ბევრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნაფიქრი, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ეხა თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ საკმარისზე მაგრამ პრინციპში საინტერესოა ბატონო ნიკა, აი ვინ მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანაში? მეტი რა მიკითხება ამ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შპიგელს მისცა. თქვენ რა მოიკითხეთ? მე ეს მაინტერესებს. ის ამბობს, რომ არ გამოურიცხავ, რომ ადამიანები, რომლებმაც მიბიძგეს საქართველოში დაბრუნებისკენ, იყვნენ აგენტები და ისინი მოქმედებდნენ კონკრეტული გეგმით. თქვენ რა მოიკითხეთ? ვის მიმართავს ის? ვის ესაუბრობს ირიბად? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ხანში ყველაფერი ნათელი გახდება და საზოგადოებას შეუძლია თავად გააკეთოს ანალიზი მანამ სანამ სიცხადეს პირადად მიხეილ სააკაშვილი შეიტანს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, განსხვავებით რიგი ადამიანებისგან არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მყარი პოზიცია ახლა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თავს მოვახვიო ამორჩეველს. ამორჩეველმა გადაწყვიტოს რასთან დაკავშირებით არის გაკეთებული აქცენტები და რაზე აკეთებს მინიშნებებს. ეხლა ფაქტია, რომ იმ პროცესში ჩართულნი იყვნენ ადამიანები, რა ტიპის ჩართულობა იყო, ვინ იყო კონკრეტულად ჩართული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის დაგეგმარებას გულისხმობ. ეს დაუფარავი არ დარჩება არავითარ შემთხვევაში და მერწმუნეთ არიან ადამიანები, ვისაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და ეს ადამიანები არ არიან ინკოგნიტო ადამიანები, რომელთა სახელისა და გვარის შესახებ საზოგადოებას არანაირი ცნობა არ აქვს. მოდით მომავალს მივანდოთ უახლოეს ამ ყველაფრის თაობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და რასაც ჩემის რწმენით თავად მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს, მისი საქართველოში დაბრუნება იყო ისტორიული მოვლენა და ასეთი დეტალები, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას, ვერ დარჩება ვერავითარ შემთხვევაში დაფარული დიდი ხნით. კარგი, გასაგებია რომ თქვენ არ გსურთ ახლა სახელების და გვარების თქმა და შეიძლება ჩემს ადგილზე სხვა ყოფილიყო, არ დავასახელებ ვინ და პირდაპირ დაედო ხელი უაპელაციოდ ახლა რამდენიმე ადამიანისთვის, განსაკუთრებით ერთისთვის. მაგრამ მე თავს შევიკავებ, ხა თუ შეიძლება რომ ამის უფლება დამიტოვოთ. არ მინდა დამატებით კიდევ დიდი სტრესის ქვეშ, აი ხვალ კასმომდგარია უკვე არჩევნები, ვამყოფო ჩვენი პარტიის ამორჩევლები, ამ პოტენციური ამორჩევლები მხარდაჭერები. თავისთავად მე ვფიქრობ მსგავსი ინტერვიუ შემთხვევით ალბათ მიხეილ სააკაშვილმა არ მიცა უდიდეს გამოცემას გერმანულისას. კი, და ამ ინტერვიუს შინაარსს აუცილებლად დაუბრუნდები. თქვენ გასაგებია რომ არასახელებს სახელებს და გვარებს, მაგრამ გააქვთ ეჭვები, გააქვთ რაიმე ინფორმაცია? გაქვთ ინფორმაცია ვინ მონაწილეობდა, ვის გულისხმობს და ახლა არ გინდათ უბრალოდ გამხელა? ახლა არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა.
ფაქტია, რომ პარტიის არც ერთი მოქმედი პარტიის არც ერთი მოქმედი ლიდერი თანამდებობაზე მყოფი მაქვს ყედველობაში ამ პროცესში ჩართული არ იყო ხას უსვა მოქმედი და ის ადამიანები, ვინც პარტიასთან არიან დაკავშირებული, ან იყვნენ, ან მომავალში ცდილობენ, რომ მართვის ბერკეტები მოიპოვონ. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ უცნობია საზოგადოებისთვის, ბევრი რამ არის ეჭვის ქვეშ დაყენებული, უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, მაგრამ არ ვიქნები ალბათ მართალი, ახლა მე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე თუ დავასახელებ რამდენიმე ადამიანს და მე ამისგან თავს ვიკავებ სრულად განზრახ. მაგრამ თქვენ გაქვთ საუბარი პარტიის ყოფილ ლიდერებზე, ხაზგასმით, ხო? არა, მე გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს კონკრეტულ პირებს. ეს კონკრეტული პირები მიხეილ სააკაშვილის მე ასე კითხულობ გარემოცვაში ან იყვნენ, ან არჩევიან. თავად მიხეილ სააკაშვილი საუბრებს, როდესაც ის გათავისუფლდება პატიმრობიდან, ამაში ვარ ღმარ დაწუნებული. გასაგებია, ეს თქვენი უფლება ამ კითხვას არ გასცეთ პასუხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა დანარჩენ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცემ, მაგრამ მესმის სიმძიმე საკითხისა და არ მინდა დამატებითი შფოთი შემოვიტანო ახლა პარტია ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებში. კი, ამ ინტერვიუს შინაში ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, ახლა უნდა გკითხოთ გამოქვეყნების დროზე. ფიქრობ თუ არა, რომ ეს არის შემთხვევითი, იმიტომ რომ 12 საათში იწყება კენჭისყრა. ამ ინტერვიუს დღეს გამოქვეყნება ხომ არ იყო ერთგვარი სიგნალი კონკრეტული ადამიანებისთვის, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში. იცით რა, მე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების თაობაზე, მხარდაჭერებზე. ყოველთვის მქონდა და აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი მე მჯერა გააკეთებს ძალიან სწორ არჩევანს. ამაზე ალბათ ჩვენ ვისაუბრეთ. წინ გვაქვს მთელი გადაცემა. თუმცა დღევანდელი გამოქვეყნებული სტატია, ინტერვიუ, მე ვფიქრობ, როგორც მინიმუმ დამატებითი საკვებია ფიქრისთვის და ანალიზის გაკეთებისთვის, მათ შორის ძალიან ჭკვიანი და წინდახედული ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებისთვის. და კიდევ ერთ ფრაგმენტს წავიკითხავ ახლა მაყურებლისთვის, რაც ეუბნება გერმანულ გამოცემას მიხეილ სააკაშვილი. 2004 წელს საქართველოს არ შემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი 4-ჯერ გაიზარდა. კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის შემთხვევა და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენიებული. რეტროსპექტივაში ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე. საუბარია ვანო მერაბიშვილზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვანო მერაბიშვილის აქტიურ ჩართულობას ამ არჩევნებში ვხედავთ, ხო? ის არ მალავს, შეხვედრებს მართავს და ეს ინფორმაციები მედიაშიც გავრცელდა. ეს რამდენად ურთიერთგამომრიცხავი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ნანობს თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან და ახლა ერთ კანდიდატს ღიად ზურგს უმაგრებს ვანო მერაბიშვილი. იცით რა, ზურგს უმაგრებს და ჩართულია და ხარს უჭერს არა. თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ვანო მერაბიშვილის წამოწყებული და შესაბამისად მართული, რომელსაც გზად წამოეწია დათო გეზერაშვილი. ესენი შეზღუდნენ. ერთია, როდესაც ვინმე შენ ხარს გიჭერს და სურს მას შენი გამარჯვება და ამისი ლეგიტიმური უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მე ვფიქრობ, სულ სხვა რამ არის, როდესაც ადამიანი ამ პროცესს იწყებს და თავარი მოქმედი პირი, შემსრულებელი აი ამ პროცესის დამგეგმავი ავტორი არის, აი მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული. კონკრეტული ფაქტებით საქმის კურსში არის თითქმის ყველა ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, არის ვანო მერაბიშვილი. და პრობლემა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რამ ნაწილში რა გვაქვს, ის კი არა, რომ ის არსებობს, ხო? რა თქმა უნდა, ყველას აქვს, ამდენადაც შესაძლებელია ჩემთვის მისაღებიან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი, პარტიისთვის, პირველ რიგში მისი მომავლისთვის, გამარჯვებისთვის, ერთობისთვის, კეთილდღეობისთვის, რომელიცაც ირჯება პარტია და გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ საზოგადოებას მოუტანოს კეთილდღეობა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართულია თხემით ტერფამდე და ის ცდილობს, რომ იყოს ფარდის უკან, კულისებიდან მართოს პროცესი, აი ეს არის ის, რაც მოდის დაპირისპირებაში ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან და ფასეულობებთან. მე დეა ვიტყოდი შემდეგნაირად, ჩვენ ხვალ გვექნება არჩევნები არა უბრალოდ მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნებია.
არჩევანი ღირებულებითი უნდა გააკეთოს ყველა ამორჩეულმა, რომელიც დარეგისტრირდა და ხვალიდან ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამ ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა. ფასეულობითი არჩევნები წარსულსა თუ მომავალს შორის. რაც არ უნდა სახარბიელო ყოფილიყო, თუნდაც წარსული, ხო? მე როდესაც ვამბობ წარსულსა და მომავალს შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს, ეხლა პოლიტიკური პროცესი არის შემოქმედებითი პროცესი და ის მუდმივად მოითხოვს სიახლის. მაგრამ და ამას გულისხმობ, როცა ვამბობ წარსულსა და მომავალს შორის და არავითარ შემთხვევაში, რომ ახალმა თაობამ უნდა ჩაანაცვლოს ძველი თაობა, ჩვენი სიძლიერე ყოველთვის არის და იყო, რომ ხდება შერწყმა გამოცდილებისა ახალ ენერგიასთან. ხდება შერწყმა ახალი იდეებისა ძველი, მაგრამ კვლავაც აქტუალურ იდეებთან. ეს არის არჩევნები, სადაც ამორჩეულმა უნდა გადაწყვიტოს დეა ძველი მეთოდებით ხდება პარტიის მართვა, რომელთა ნაწილი მე არასოდეს არ მომწონდა პირდაპირ გეუბნებით, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არის მომავალი. ძველ მეთოდებში გულისხმობ ნორმად ქცეულს მამანისთვის, მათ შორის ვანო მერაბიშვილისთვის, ფარული მიყურადება, შანტაჟი, ხომ? აი მე ამ ადამიანის ცხოვრება განვლილი ჩემთვის ასოცირებული იყო მუდმივად ცდელობასთან, ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. მუდმივად მოხდარიყო ხლართვა ინტრიგებისა და დღეს ხედავთ ჩვენ არაფერს გარდა ამ ყველაფრისა. 9 ნოემბერს დაგანცხადებაც გაკეთდა რიგი ადამიანების მხრიდან აბსოლუტურად მოულოდნელად, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მაშინ როდესაც ჩვენ პარტიაში მსჯელობით ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და არ წავიღებ ბევრ დროს ამ თვეების განმავლობაში ვსჯელობდით თუ რა გეგმა უნდა ერთობლივად შეგვემუშავებია. და ამ მიმართულებით ბატონონიკა მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა. ბატონონიკა, პუნქტობრივად უნდა მივყვეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და თემატურად მოდით გადავიდეთ. ეს არის პირველი, ეს არის დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ცხადია, უბრალოდ თქვენის ნებართვით დავაზუსტებ. ერთია რომ ვინმეს უჭერდეს ხარს, მაგრამ მეორეა როდესაც თავიდან ბოლომდე ის არის ავტორი. დიახაც მისი და დათო კეზერაშვილის აბსოლუტური ინტერესია, რომელიც სილდება პოლიტიკურ ინტერესს და ის უფრო ბიზნეს ინტერესს გავს ჩემთვის ვიდრე პოლიტიკურ ინტერესს. და მათ ყავთ საკუთარი კანდიდატი წარდგენილი ამ ბრძოლაში. რეალურად მთელი მართვის ბერკეტები ამ პროცესზე არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ ცალკე აღებულ ერთ კანდიდატს და მის შტაბის წევრებს, ამ ორ კონკრეტულ ადამიანს. რო არ ყოფილიყო დათო კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი 9 ნოემბრის ეს ზიანის მიმყენებელი პარტიისთვის და არა მხოლოდ პარტიისთვის, იგივე პოლიტპატიმრებისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, ნიკა გვარამიევისთვის და დამეთანხმებით, რომ ამ პროცესმა 9 ნოემბრის შემდეგ თუ კი უარყოფითად რამეზე იმოქმედა პარტიის იმიჯზე და არაფერი სასიკეთო არ მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიევს როგორც პარტიას. აუცილებლად გავყვებით მონოლოგის რეჟიმში, რომ არ გადახვიდეთ ვანო მერაბიშვილზეც მაქვს კითხვები, დავით კეზერაშვილზეც, არჩევნებზეც, ბრალდებებზე, ყველაფერზე მაქვს კითხვები, მოდით ამოვწუროთ ინტერვიუს თემა, იმიტომ რომ მე წავიკითხე ამ ინტერვიუდან ორი დამოუკიდებელი ფრაგმენტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ერთ ნაწილში ვანო მერაბიშვილზე საუბრობდა, ერთ ნაწილში საქართველოში დაბრუნებაზე. ახლა რაც არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ეს თემა ამოვწუროთ, მექნება კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენი აზრით ეს ინტერვიუ რას ცვლის მოახლოებულ არჩევნებში, რას ცვლის თქვენ სასიკეთოდ ან საზიანოდ ან პირიქით? მე ბევრჯერ მისაუბრია წლების განმავლობაში და მიხეილ სააკაშვილთანაც მათ შორის არაერთხელ და მისი პოზიცია ისედაც ვიცოდი. მუდმივად მას ჩემთვის არაფერი ახალი არ არის იქ, როდესაც საუბრობს და ნანობს რომ 2007 წელს, უბრალოდ 2006 წელს სანდრო გრიგორიანის ტრაგედია როდესაც დაატრიალდა უმძიმესი შეცდომა დაუშვა ნაციონალურ მოძრაობამ და ერთ-ერთი შეცდომა გამოვლინდა რაში, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრად და ამით ძალიან დიდი ზიანი მიადგა პარტია ერთი ნაციონალური მოძრაობის რენომეს, რაც აისახა ამ ერთ ინტერვიუში ბატონონიკა აგენტების ხსენება და ვანო მერაბიშვილის ხსენება ერთდროულად ხომ არ უნდა დავუკავშიროთ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს? რას ნიშნავს, როდესაც ერთის მხრივ ჩამოსვლაზე და აგენტებზე საუბრობს, იმავე ინტერვიუში ვანო მერაბიშვილზე? ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადოების და ამორჩევლების. შეიძლება შეცდომ პრაგმატულ შეცდომას უშვებ, ახლა არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, სიმართლე გითხრათ. შეიძლება შეცდომას უშვებ, რომ ბოლომდე თავის სახელს არ ვარკვევ და ჩემს მოსაზრებებს ახლა არ ვაცნობ საზოგადოებას კონკრეტულ ამ სტატიასთან მიმართებაში.
მე მაქვს ჩემი პარი პოზიცია უკვე წლების განმავლობაში, მათ შორის ვანო მერაბიშვილთან, მათ შორის ანდრო გრიგოლიანის იმ ტრაგედიასთან, მათ შორის იმ ფაქტთან, როდესაც მან შეინარჩუნა თანამდებობა და რაზეც მიხეილ სააკაშვილი ჩემთან პირად საუბარში და არაერთ ეთერში საჯაროშიც ის აცხადებდა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც იგი არ გაათავისუფლა და ეს და თავადაც ვანო მერაბიშვილმა, როდესაც არა იყო პასუხისგებლობა და არ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. Შეშტომას უშვებ, რომ მეტი სიცხადე, რომელიც შემიძლია ხა შევიტანო, არ შემაქვს, მაგრამ არ მინდა თუნდაც ერთმა ადამიანმა ჩათვალოს, ერთმა თუნდაც მოწინააღმდეგე ახლა კონკურენტის შტაბის წარმომადგენლებმა, რომ მე კაპიტალიზირებ ამ ინტერვიუთი კარს მომდგარ არჩევნებამდე. რატომ იცით, მე იმედი მაქვს საღი აზრის ჩვენი ამორჩევლების და ისინი თავად გააკეთებენ სწორ ანალიზს და დასკვნას, რაც ასევე აისახება ადეკვატურად არჩევნების შედეგებზე. თუმცა ეს კითხვა ავტომატურად ადასტურებს იმას, რომ ირიბა თქვენ ზუსტად ის იგულისხმეთ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიხსენიებოდა აგენტების რიცხვში, იგულისხმებოდა. არა, მე ამაზე არ ვსაუბრობ. არა ცხადად, მაგრამ ირიბა. მე კონკრეტულად ვსაუბრობ უდიდეს შეცდომაზე, რომელიც დაუშვა ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუმცა კაპიტალიზაცია ახსენეთ. ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და უდიდესი ჩრდილი მიადგა პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მიუხედავად ქართული ოცნების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებისა ამ წლების განმავლობაში, რამდენი წელიწადი გავიდა, კვლავ ეს საკითხი ჩვენი პარტიისთვის არის ძალიან მტკინვეული და ორმაგად მტკინველია, როდესაც ახლა ხედავ იგივე ადამიანს, როდესაც ცდილობს არაფორმალური ამპლუიდან უკვე პარტიას დაეპატრონოს. ამ დროს ოპონენტები საუბრობენ კი, მაგრამ პარტიის დამფუძნებელი იყო ვანო მერაბიშვილი და როგორ შეიძლება მას ინტერესი არ ჰქონდეს. ვინ საუბრობს, მას შეიძლება ინტერესი არ ჰქონდეს, ამის უფლება ვინმე აუგზავნა მას. არა, ჩვენ საუბრობთ და წუხვართ შემდეგზე, რომ პარტია აუცილებლად უნდა იმართებოდეს დემოკრატიული მეთოდებით. 2023 წელიწადია. ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო გვინდა გავხდეთ. პრეტენზია გვაქვს სამართლიანი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან. და ჩვენ ტრადიციას ვამკვიდრებთ შიგნით, რომ დათო კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა პარტია მართონ არაფორმალურად. თუმცა ბატონონიკა 2023 წლამდე ბატონონიკა გავლენის ასე ვთქვათ კონვერტაციას რაში მოიხმარს გინდ დათო კეზერაშვილი და გინდ ვანო მერაბიშვილი, ჩემთვის სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე პირები, ხო? მე ვფიქრობ, არის ძალიან დიდი რისკის შემცველი პარტიის სიცოცხლის უნარიანობისთვის. და ზუსტად ამაზე მაქვს ბატონონიკა კითხვა. 2023 წლამდე იყო 2020 წელი. მაშინ რა ურთიერთობა გქონდათ ვანო მერაბიშვილთან, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, თქვენც არაერთხელ დაადასტურეთ, რომ იყო ჩართული არჩევნებში. რა ფორმით? როდის შემდგომ გახდა ვანო მერაბიშვილი თქვენთვის მიუღებელი? მე ვანო მერაბიშვილს პრაქტიკულად არ ვიცნობდი, მას შემდეგ რაც უბრალოდ პარლამენტის წევრი გავხდი 2016 წელს. პარტიას გამოიყო სამყაროდ დიდი ჯგუფი და მათ დააფუძნეს სხვა პარტია, გახსოვთ 2016 წელს. ვანო მერაბიშვილი იყო მოქმედი გენერალური მდივანი და იყო საპატიმროში და საპატიმროში მოხვედრამდე მე მასთან მხოლოდ ორჯერ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, პრაქტიკულად არც ვიცნობდი. მე როგორც დეპუტატი პარტიის სახელით შევედი მის მოსანახულებლად და ვცდილობდი, რომ სხვა პოლიტიკური პარტნიორების მომენახულებინა, მაგრამ ბატონ მერაბიშვილთან მქონდა კონკრეტული საკითხი განსახილველი, ვინაიდან კრილობა უნდა ჩაგვეტარებია პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას სპორტის სასახლეში და ის იყო მოქმედი გენერალური მდივანი. მე მას უბრალოდ ვკითხე, რას ფიქრობდა იმას დაკავშირებით, თუ ჩვენ ავირჩევდით მას გენერალურ მდივნად. კვლავ პატიმარი იყო იგი და შეუძლებელი იყო სურვილი შემთხვევაში, ეს სურვილი მე მაშინ არ მახსოვს ვინოს ქონოდა, რომ იგი უნდა მოგვესწა გენერალური დინის თანამდებობიდან, პატიმარი ადამიანი, მან მითხრა, რომ ის იყო წინააღმდეგი. მან თხოვა, რომ გადმომეცა პარტიისთვის, რომ არ დავტოვოთ გენერალურ მდივნად. ცნობილი ნამდვილად ჩემთვის 2016-დან 2020 წლამდე ვანო მერაბიშვილის პოზიცია პოლიტიკური ჩემთვის არ იყო წარმოდგენა, არ მქონდა არც მე და არ ძალიან ბევრ ადამიანს ვის ემხრობოდა მაგალითად ევროპულ საქართველოს. მაგრამ მაშინაც ჰქონდათ ინფორმაცია გირგვლიანის საქმეზე, ბატონონიკა, ანუ 2020-ის შემდგომ გახდა მიუღებელი და 2016-ში მისაღები იყო? არა. რატო შესთავაზეთ გემდივნობა თუ იყო მიუღებელი? გენერალური მდივანი იყო ადამიანი
რომლის და მე ვფიქრობ სულაც არ უნდანობ, იმიტომ რომ პატიმრის თანამდებობიდან გადაყენება პოლიტიკურ ასე ვთქვათ თვალსაზრისო თავი დავანებოთ მორალური გადმოსახედიდან ძალიან დაბიოსაქციელი იქნებოდა ჩვენის მხრიდან. მიუხედავად მისი ნებისა, ჩვენ იგი დაავტოვეთ თანამდებობაზე და 2 დღეში მან გაავრცელა წერილი ციხიდან, რომ მისი ნების წინააღმდეგ ჩვენ ავირჩიეთ პარტია ერთიანი ნაციონალ-მოძრაობის გენერალურ მდივნად. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ხო, 2020 წელს რა ხდებოდა ბატონო ნიკა? 2020 წელს ის არ იყო პატიმარი. ახლა მე როგორც მაშინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პარტიის სახელით შევედი კონკრეტულ საკითხის განსახილველად, თუ კი სანდრო გრიგორიანთან დაკავშირებით მეკითხებით, პოზიცია სხვა მქონდა ან მომავალში მექნება? არა, უბრალოდ მე ამ პარტიაში ვანო მერაბიშვილის გამო არ მოსულა ნამდვილად. მე წლების წინ ხელისუფლებაში, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ძალიან ბევრი რამ, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მისი მართლაც წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, სწრაფვა უკეთესი ცხოვრების სტანდარტის დასამკვიდრება ქვეყანაში და ის ენერგია, რომელიც მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილისგან, მისი გუნდის წევრებისგან, ხო, არის ერთი საკითხი, მაგრამ ის პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა და ნამდვილად დაფიქსირდა, ვთქვათ, ეს პრობლემები არის სრულიად სხვა საკითხი. ამიტომ 2012 წლიდან პარტიამ მე იმედი მაქვს ეს ხვალ და ზეგ დადასტურდება საბოლოოდ ბევრი რამ გაიაზრა და დიახაც აბსოლუტურად ცივი გონებით, აი გონებაში გამოტარებულ გადაწყვეტილებას მიიღებს 50,000-მდე პარტიის პოტენციური თუ ამჟამინდელი ამორჩეველი და მხარდაჭერი. 2020 წელს ის არ იყო პატიმარი. 2020 წელს ის მონაწილეობდა თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში. კონკრეტულად არჩევნების დღეს არ გულისხმობ ბატონო ნიკა. მე ვგულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას. 2020 წელთან დაკავშირებით მე თქვენ უკვე არაერთხელ მოგახსენეთ ჟურნალისტებს გულისხმობ. ვანო მერაბიშვილი სამწუხაროდ ჩემდა კახი კალაძესთან, ლევან კობიაშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელთანაც მე მქონდა მართა ძალიან ძიმე დაპირისპირება გდანში და გდანში მქონდა ჩვენ გამარჯვების სერიოზული შანსი და ეს გამარჯვება მოვიპოვეთ კიდევაც. ერთადერთი ოლქი იყო მთელ საქართველოში, სადაც ჩვენ გავემარჯვეთ, უბრალოდ პირველ ტურში გამარჯვებისთვის არ გვეყო, მალევე აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ მოწინააღმდეგე გდანში ყავდა არა მხოლოდ კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, სუსი, კრიმინალი და ასე შემდეგ და ასე დიდძალი ფული, რომელიც გვიპირისპირდებოდა, არამედ პირადად ვანო მერაბიშვილი. პირადად ვანო მერაბიშვილი, რომელიც დიახაც ანგრევდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს გლდანში. და ამის თაობაზე ჩემთვის გახდა ცნობილი დაახლოებით თუ არ ვცდები ივლისის თვეში მე გავაკეთე მაშინ მოზობილი განცხადება, რომ არ დამეზიანებია საარჩევნო კამპანია ერთ-ერთ ეთერში და ვთქვი, რომ მე ჩემ თავს ვერ ვხედავ ვერსად, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. თქვენ თქვით, რომ მალევე გახდათ ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილი ხელს გიშლიდათ, მაგრამ იქამდე ხომ ცნობილი იყო, რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ბატონო ნიკა? პრობლემა იყო, დიახაც, პრობლემა იყო, მაგრამ აი ამ ხრი მონაწილეობდა. ამ ხრი მონაწილეობდა სამწუხაროდ ადამიანი, რომელიც ციხიდან გათავისუფლდება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ციხეში იყო 6 წელი და 9 თვე დაჰყო და მას ნაცვლად იმისა, რომ ბევრი რამ გაიაზრებია, ხომ აი მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდა პარტიის იმ დროს 2020 წელს კანდიდატს გდანში, ხო? ანუ პრობლემა გახდა ბატონო ნიკა, მე დავაზუსტებ, თქვენი პასუხები იყოს ძალიან მკაფიო. ნახეთ, რომ ინტერვიუს რეჟიმში წარმართოთ ჩვენი დიალოგი, რომელიც წესით უნდა იყოს დიალოგი. ანუ, იცით რა მაინტერესებს თქვენ პრობლემა გაგიჩნდათ ვანო მერაბიშვილთან მას შემდგომ, რაც ის დაგიპირისპირდა და ჩაშლა სცადა. ანუ პრობლემა მას შემდეგ გახდა. იქამდე მონაწილეობა არ იყო პრობლემა, როდესაც ის არაფორმალურად იყო ამ პროცესებში, ხო? იმიტომ რომ მას სტატუსი არ ჰქონდა არჩევნებში. დიახაც, მაგრამ როგორ მონაწილეობდა, იმასაც ხო მნიშვნელობა აქვს და მონაწილეობდა ისე, რომ რეალურად პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტეტს გდანში, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი შანსი გამარჯვების და მილიონნახევრიან ქალაქში ყველაზე დიდ რაიონში, სადაც 500,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, გამარჯვება იქნებოდა ჩემის აზრით სხვა იმპულსის შემძენი საერთო ოპოზიციური მოძრაობისთვის, გახდა პროცესში ცნობილი, რომ ეს ადამიანი
კი არ გვეხმარებოდა, არამედ გვიპირისპირდებოდა ეხა და გვიპირისპირდებოდა ძალიან მახინჯი ფორმებით, რომლის თაობაზეც ცნობილი გახდა ჩემთვის და დაახლოებით 10-მდე ადამიანისთვის და ჩვენ გადავდეთ ამ საკითხის განხილვა არჩევნებამდე და არჩევნების დასრულების შემდეგ ამ საკითხის განხილვაზე გეგმავდით პარტიის შიგნით, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო საპარლამენტო ბოიკოტი, სამაჯურის მოხსნა, არ იყო დრო შესაფერისი, რომ ჩვენ ეს დებატები შიგნით გაგვემართა და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შესაბამისი პასუხისგებლობა მას უნდა ეკო მის ყველა მეგობარს, რომელთა უდიდესი ნაცვლად პრობლემა არ იქნებოდა ბატონო ნიკა. მიგითხრათ დეა რომ არ გქონდა განსაკუთრებული წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობდა, მაშინ არ ჰქონდა პრობლემა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ჰქონდა რამდენჯერმე შეხვედრა 7 წელიწადი ადამიანი ციხეში იყო, საერთოდ არც ვიცოდი ის როგორც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი გამოვიდა ციხიდან, როგორც ევროპული საქართველოს ხარდაჭერი თუ რომელიმე სხვა პარტიის ხარდაჭერი, ხო? მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ეს იკადრა, რაც იკადრა გდანში, ჩემთვის გახდა ყველაფერი ცნობილი. საერთოდ არ მეკვირს ის რაც მოხდა 2006 წელს. რატომაც მან არ აიღო პოლიტიკური პასუხისგებლობა. როდესაც ადამიანი 2020 წელს როცა ეს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი გვიპირისპირდება ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლაში შენს ხარეს იყოს და არ ვიცი რა მოტივაციით, მაგრამ დგება საპირისპირო მხარეს და შტაბს გინგრებს იქ, სადაც გამარჯვების უდიდესი შანსი გაქვს. ამის შემდეგ მივდივარ ერთ-ერთ ეთერში, ვაკეთებ მოზომილ განცხადებას და ამით საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ უთხარი. ამის შემდეგ და ეს არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილსაც ეკითხებიან ჩემს მიერ დაფიქსირებული პოზიციის თაობაზე. როდესაც მე ვთქვი, რომ ანუ მერაბიშვილის თან ერთად მე საერთოდ ადგილს მასთან ერთად ვერ ვხედავ, თუ რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის პასუხი რა იყო? რომ სრულიად იზიარებდა ნიკა მელიას განცხადებას. ხო, ეს შემთხვევით ხო არ ხდებოდა? არ ვიცი, ეს ადამიანი ჩემთვის არის რბილად რომ ვთქვათ, ზიანის მოტანის, არ ვიცი, პერსონიფიკაცია. ზიანის მოტანის პერსონიფიკაცია იმ ბრძოლაში, რომელშიც 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეა ჩართული. ეს არის ის, რის თქმაც მე ახლა შემიძლია ძალიან მოკლედ. როდის შემდეგ გახდა ზიანის მომტანი, ეს არის კითხვა და რატომ? იმიტომ რომ ვაკონკრეტებ. გამოვიდა ადამიანი და გდანში გააკეთა ეს. რატომ გააკეთა? არ ვიცი, ალბათ 2020 ის არაფორმალური სტატუსით მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, ბატონო ნიკა. ის ხედავდა დიდს, არ ვიცი, საფრთხეს სამომავლოდ, თუ კი მე გავიმარჯვებდი, არ ვიცი, გდანში, მას ეს მიაჩნდა სამომავლოდ საფრთხის შემცვლად. რატომ? მას უნდა კითხო. და ეს არის სწორად პრობლემა, როდესაც ადამიანს ამხელა პარტიის მართვის ამბიცია აქვს, ამდენი კითხვა არსებობს და ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან კი არა, საკუთარი პარტიის წევრთანაც არ არის. და ამაზე პასუხი რა აქვს ამ ადამიანებს, ვინც ვანო მერაბიშვილის მეგობრებს წარმოადგენენ, თითქოს 2020 წელს ვანო მერაბიშვილი მე ამ ფორმებით იმიტომ დამიპირისპირდა, 3 დღე იფიქრეს და ამაზე უკეთესო ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, თითქოს მე უარს ვაცხადებდი და ქონდა ასე ვთქვათ პრეტენზია მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების თაობაზე და ეს პრეტენზია მათთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ აი მეთოდები დამიპირისპირდნენ. ესე იგი, აქ რა ხდება? თავშივე ადასტურებენ ამ ფაქტს და მეორე შემთხვევაში იტყვილებიან და მარტივი არის ამ ტყუილში მათი მხილება. არჩევნების დასრულებიდან 2 თვეში მე ამ პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს, მათ შორის იმ ადამიანებმა დღეს ვინც ვანო მერაბიშვილის თავარი დასაყრდენი გახდა, ხო? და წლების განმავლობაში ასეც იყვნენ და თლიანად, როგორც ახლა ვატყობ, დიქტატის ქვეშ იმყოფებოდნენ ამ ადამიანების ქვეშ. გავიდა ახლა 20 წელიწადი, ხო შეიძლება თვითყოფადობა შეინარჩუნო, საკუთარი, ასე ვთქვათ, ქცევაზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო პოლიტიკოსი, როდესაც ხარ, მით უმეტეს პარლამენტის წევრი, როდესაც ხარ და უბრალოდ არ შეიძლება ბრმად დღემდე ვანო მერაბიშვილის აი ძალიან მძიმე, ძალიან ამორალურ დაკვეთებს ასრულებდნენ. აი ერთგვარად რომ ამოვწუროთ ბატონო ნიკა ვანო მერაბიშვილის თემა. იმ უდიდეს გუნდს ფრთას, რომელიც წარმოდგენილია ახლა პარტია ნაციონალურ მოძრაობაში
ხვალინდელ არჩევნებზე და იმ გუნდ შორის, რომელსაც წარმოადგენს მერაბიშვილი გეზერაშვილი. თქვენ ნაწილობრივ ბატონო ნიკა ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ მოდით კაფიოდ შევაჯამოთ თქვენი პოზიცია. ვანო მერაბიშვილს რომ არ გაეწია თქვენთვის წინააღმდეგობა და არ ჩაეშალა არჩევნები, იქნებოდა თუ არა მისაღები თქვენთვის? ასეთი მწვავე იქნებოდით თუ არა მასთან მიმართებაში? ასე მიცნობთ, მე რომ შემიძლია ენის მოჩლექვით ვესაუბრო ვინმე ეს და ჩემს პრინციპებს ასე თქო ზურგი შევაქციო? ხო არ მიცნობთ ასე და არც საზოგადოების ახლა დამიშვია შეცდომა, არ დამიშვია შეცდომა, თქო დამიშვია მიმოწევია წარმატებისთვის, ვერ მიმოწევია წარმატებისთვის. მე ვფიქრობ, თუ კი რაიმე შტაბეჭდილებას ვტოვებ საზოგადოებაზე, არის შემდეგი, რომ სიმართლის თქმა, რომელიც ჩემის აზრით, ჩემი მთავარი იარაღია ამ ბრძოლაში და მიზანი არის ოლიგარქიული რეჟიმი, ხო და მთელი ჩემი კაპიტალი ამ ბრძოლაში არის სიმართლე. მთელი ჩემი კაპიტალი ამ ბრძოლაში არის სიმართლე და რეპუტაცია, რომელსაც მე ძალიან ვურთქილდები. ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა და ვამბობ, ჩემთვის 2 2 4 და 9-ზე უთხადესია ამ პარტიის მართვის სადავეებთან ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ვერასოდეს ვერ გახდება ალტერნატივა აი ასეთი ვერაგი მტრისასაც კი ვერ გახდება ვერასოდეს პირიქით დაკარგავს ძალიან დიდ ხარდაჭერას, არათუ გაზრდის ხარდაჭერთა რიცხვს და წრეს და გადავა მინავლების რეჟიმში. დიახაც, ვანო მერაბიშვილისა და დათო კეზერაშვილის ინტერესი ამ ბრძოლაში არ არის პოლიტიკური ინტერესი. ეს არის ცხადზე უცხადესი ჩემთვის ბიზნეს ინტერესია. ისინი უყურებენ პარტიას როგორც შესაძლებლობას საკუთარი ბიზნესი განავითარონ მომავალში. სხვადასხვა პოლიტიკური გარიგებებით თუ ბიზნეს გარიგებებით. ეს არის ჩემი მყარი პოზიცია, ამაზე მე ავთაკილობ საუბარს და თქვენს ეთერში ვსაუბრობ. ამიტომ საზოგადოება თავად უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს, როგორი გვინდა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა სიმართლით აღჭურვილი, ნაციონალური მოძრაობა პრინციპული, ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ნაციონალური მოძრაობა უპრინციპო ნაციონალური მოძრაობა არაფორმალური მმართველობის ქვეშ და ნაციონალური მოძრაობა ბიზნეს ორგანიზაცია, ნახევარ ბიზნეს ორგანიზაცია, სადაც განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება ქარღვასლა გაიმართოს და მანდატები, ასე თქვათ, დაკონვერტირდეს სხვადასხვა ვალუტაში. აი, გადავიდეთ მეორე არაფორმალურ მმართველზე, როგორც თქვენ მას უწოდებთ, დავით გეზერაშვილი, ახსენეთ კიდეც. ბატონო ნიკა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღიად რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ამ არჩევნებში. ასეთი მწვავე რეაქცია გექნებოდა. აი, როგორი რეაქცია გექნებოდათ ამ შემთხვევაში? საინტერესოა. ეს ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ფასეულობებზე ვსაუბრობთ, ევროპულზე, დასავლურზე და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მხარდაჭერი, ამორჩეველი არ განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კუთხით, საპირისპიროს ვნერგავთ შიგნით, აი ახლა ვიდრე ვსაუბრობთ, უკანასკნელი ბოლო თვეების განმავლობაში ამის დემონსტრირება ხდება, მეტი არაფერი, ეს არის პრობლემა. ყოფილიყო კი ბატონო, გინდ ბატონი კეზერაშვილი და გინდ ბატონი მერაბიშვილი. დასახელებული ან ერთი ან მეორე, ხო? ხა არის ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებით, ხო, კანდიდატად. რა პრობლემა იქნებოდა და გვექნებოდა ჩვენ დისკუსია, თქვენ გექნებოდა შესაძლებლობა მასთან საუბრის. და გულწრფელად მაინტერესებდა მომესმინა მისგან კითხვებზე პასუხი. ახლა ამხელა პოლიტიკური მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის, სისტემური პოლიტიკური პარტიის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს ადამიანს და უბრალოდ არ ენახება არც ერთ ჟურნალის საზოგადოების არც ერთ აქტიურ ჯგუფს, ხო? ანუ არაფორმალური მმართველობის მიღმა, ბატონო ნიკა მისაღებია? არაფორმალური მმართველობის მიღმა, ღიად რომ გამოვიდეს პოლიტიკურ მოედანზე, რო კი? ღიად რომ გამოვიდეს, ვის შეიძლება დაუშალო ღიად ასპარეზობა, ხო? მას ხავს რაღაცა თავისი მცირე ნაწილი მომხრეებისა და ისინი დარწმუნდებოდნენ, რომ მომავალი არდევს იქ, სადაც მათ მიაჩნიათ ვანო მერაბიშვილთან. და ეს იქნებოდა ჯანსაღი კონკურენცია და ეს იქნებოდა პაექრობა, სადაც მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან ადვილად გააკეთებდა გააზრებულ არჩევანს, ხო? ახლაც ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ თუ კი რაიმეს ხრი ვაყენებ ჩვენ შეურაცხყოფას, ნებსვი თუ უნებლიეთ ჩვენ ამორჩევას, არის ეს მოცემულობა, ეს დისპოზიცია, რომელიც ჩვენ გავშალეთ. სადაც რეალური პირები, რომლებიც ამ პროცესს
მართავენ და წამოიწყეს ეს პროცესი არ ჩანან. სხვა პრეტენზია არ გაქვთ. სხვა არაფორმალური პრეტენზია ძალიან ბევრ ადამიანთან და ვისაუბრე მაქვს, მაგრამ რა ჩემს გამო არ უნდა იარსებოს ვანო მერაბიშვილმა და არ უნდა იცი არ უნდა მოქალაქეობა უნდა ჩამოვარდოს თუ რა უნდა. მე მას ვერ ხედავ პარტიის მმართველობაში და მით უფრო ვერ ხედავ მომავალ სახელმწიფო ასეთ რგოლებში ვერანაირად არ დაგიმალოთ და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, ამაზე მიხეილ სააკაშვილსაც ძალზე ბევრჯერ უსაუბრია. იმიტომ ზოგჯერ შტაბ-ბიჭებმა რჩება რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ხალხი არ იცნობს განწყობებს, არ იცნობს მათ ხედვებს, მათ დამოკიდებულებას. და დღეს ერთობაზე გვინდა საუბარი და ამავე დროს საუბრობთ კეზერაშვილ ვანო მერაბიშვილის ტანდემზე და გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. პირდაპირ გეუბნებით, თუ კი რამე შეიძლება გახდეს საერთო ოპოზიციური პროცესისთვის ხელშემშლელი არის ის, რა სურვილიც ამბატონებს აქვთ და რაც არ განხორციელდება ჩემი მაღალი იმედია ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ადამიანი, რომელიც მეკითხებით ლათო კეზერაშვილთან დაკავშირებით რომ არაფორმალური მმართველია ბეტი რა არის დიახ ცდელობა აქვს როდესაც მას პარტიაში გაუჭირდა ამაზე ბევრი ვისაუბრეთ დიახ ციხი და გამოსვით შემდეგ როდესაც მან გამოთქვა სურვილი მე მიხეილ სააკაშვილთან კიევში ჩავედი დიახ მასთანაც ვისაუბრეთ და სიმართლე უნდა ითქვას მე მიხეილ სააკაშვილისთვის უკვე ეს როგორც ცნობა ისე მივაწოდე და მე არ მიკითხავს მაშინ შეიძლება გაუში შეცდომ ეხლა ნანო დათო კეზერაშვილი და შეხვედრა ორივე პასუხის ისტორია კი და არა და რატო არა თუ კი ვიტყოდი იმიტომ რომ ეხლა როდესაც ციხიდან გამოდიხარ როდესაც რეფერენდუმია უკვე კარს მომდგარი შენ ეძებ რაც შეიძლება მე ასე ვთქვათ პარტნიორს ხო ამ ბრძოლაში თანამშრომლობაში ხო მაგრამ როცა წმუნდები რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს გარდა თანამშრომლობისა და ცხადად იკვეთება მისი ძალიან მავნე ინტერესი რომელიც გულისხმობს პარტიის ხელში ჩაგდებას აი ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობა წყდება და ეს პრაქტიკულად მოიცავს უკვე 2022 წლის იანვრის თვიდან პერიოდს პრაქტიკულად ჩვენ გვქონდა მხოლოდ რამდენიმე თვიანი თანამშრომლობა 9 ნოემბერი თუ შეიძლება დავასრულებ ამას 9 ნოემბერი ვერ შედგებოდა რომ არა დათო კეზერაშვილი ისევე როგორც ვერ შედგებოდა მაგალითად 2016 წელი როდესაც პარტიაში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდა და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს ახლად მისული წევრისთვის პარტიაში როდესაც ბატონო რინიკა რომ 2016 წელი ვერ შედგებოდა ანუ 2022 წლის იანვარში თქვენ უკვე იცოდით რომ დავით კეზერაშვილს ჰქონდა ხო ნაციონალური მოძრაობის დაშლის თქვენივე ლოგიკას რო გავყვეთ ცდელობა 2016-ში და მაშინ 2022-ში რატომ თანამშრომლობდით პასუხობ მე რატო გავიხსენე ეს 2016 წელს შეხვედრა არ გამიხსენებია იმიტომ რომ როდესაც მე ვსაუბრობ დათო კეზერაშვილზე არიან ადამიანები რომლის გამო კი მაგრამ როცა ის ეხმარებოდა პარტიას თუნდაც გარკვეული პერიოდით მაშინ ის იყო მისაღები აბატიეთ ახლა ასე 2016 წლამდე ეხმარებოდა ნაციონალურ მოძრაობას და 2016 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობაში რანაბიჯი გადადგა ძალიან კარგად დავინახეთ ხო ამის შემდეგ ეს ბატონი ხსნის და აფუძნებს ტელეკომპანია ფორმულას და მივესალმები მე იმ ნაწილში რაც უნდა იქ აკეთოს მისი ასე ვთქვათ საკუთრებაა მაგრამ პოლიტიკური პარტია რომელიც ითვლის უკვე არ ვიცი რა 2 ათეულ წელიწადს რომლის წარსული არის მდიდარი მრავალფეროვანი და რომლის წარმატება ახარებს 100,000 საქართველოს მოქალაქეს და რომლის წარუმატებლობა წუხარებაში აგდებს ასევე 100,000 საქართველოს მოქალაქეს და თავარ ინსტრუმენტად წარმოუდგენიათ ამოჯადოებული წრის გარღვევის პროცესში ნაციონალურ მოძრაობა მე ვფიქრობ არავის არ აქვს უფლება დაეპატრონოს პარტიას, იმიტომ რომ იმას აქვს ფული მხოლოდ და მეტი არაფერი. პარტიის წევრობა ამბობენ რომ დამფუძნებელი იყო. როდესაც პარტიის წევრი ხდები და მანდატს გაძლევენ და აიღეს წლების წინ, იქვე იყო იდეა დიდი. მაგრამ როდესაც შენ იდეაზე უარს ამბობ და პარტიის მანდატით ხელში ხარ და თავს ასე თქვა ასაღებ როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლად და ირიბად მიანიშნებ რომ თითქოს ყველაფერს უფლება გაქვს
ეს ასე არ არის ჩემი წარმოდგენით. იმიტომ პარტია პირველ რიგში არის ღირებულება და ფასეულობა. და ზუსტად ამას შეკითხებით ბატონო ნიკა 9 ნოემბერი და 2016 წელიო იყო ერთი და იგივეო. ანუ 2022 წელს თქვენ უკვე გქონდათ 2016 წლის მაგალითი რომ დავით კეზერაშვილი შლიდა ამ პარტიას. ამიტომ გეკითხებით. და მაშინ რატო თანამშრომლობდით? ამიტომ გეკითხებით, ამიტომ რიტორიკულად დავსვი კითხვა, რომელიც თავად ვეპასუხობ. შეცდომა იყო ჩემი მასთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ამის სურვილი, ორივე პასუხია მაქვს, კიც და არაც. და რატო არ იყო შეცდომა? გიპასუხეთ და საზოგადოებას მივაწოდე ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ იმ ბრძოლაში და ხვალაც ასე ვეცდები, ზეგაც რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, მოკლედ პროცესში ჩართული, რომელიც დაასრულებს აი ამ განუკითხაობას ქვეყანაში და ქვეყანა გადავა დემოკრატიული განვითარების რელსებზე და სამუდამოდ უარს ვეთქვით ამ ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობას. და როცა ვამბობ, კი შეცდომა იყო, ამ გადმოსახედიდან შეცდომა იყო ადამიანი ხა ნამდვილად ვერ გამithorოს, ცხოველური ინტერესი ექნებოდა პარტიის ხელში ჩაგდების და ამის შემდეგ, როდესაც მან 9 ნოემბერი განახორციელა და ხორცი შეასხა და ვერ იქნებოდა 9 ნოემბერი რო არა დათო კეზერაშვილი იმის თუ ჯერათ ეხლა კანდიდატი თავისი ამ ყველაფერს გაბედავდა და მას ასეთი სურვილი გაუჩნდებოდა რომ ეს პროცესები წამოეწყო, ნუ თავად განსაჯულოს ვერანაირი პროცესი მავნე ამ პარტიაში ვერ დაიწყებოდა რო არის ეს ორი ადამიანი. ამაში ვარ დანახმარ დაწუნებული. როცა გაუჭირდა პარტიაში და როცა მიხვდა რომ მისი კანდიდატი რომელიც თავიდან ბოლომდე მისი დიქტატის ქვეშ არის, ხო? ამიტომ ხარ რომ შემოწმო მივაყენო, მაგრამ ეს ასე არის. მას სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა. მათ შორის არ დავა კონკრეტად თუ შეიძლება რომ გითხოთ, მაინც თავ შევიკავებ ამ ეტაპზე, რამდენიმე ოპოზიციურ მედია საშუალებებში მივიდა დათო კეზერაშვილის წარმომადგენლები, მისი ოჯახის წევრები, ადგილზე მისი პარტნიორები და კონკრეტული წინადადება მიიტანა, რომ მისი კანდიდატი თუ გაიმარჯვებს, ის ამა თუ იმ ოპოზიციურ მედია საშუალებას დააფინანსებს. ნახეთ, რას ნიშნავს? მაგრამ ბატონო ნიკა არის ძალიან ძიმე და რთული ბრალდება, რასაც ამბობთ, შეიძლება მაყურებელს ეჭვი გაუჩნდეს, ახლა თქვენ რასაც ამბობთ, ასე გაუგებრად არ გაუგებრად, ძალიან კაფეთ ვაქვს, თავს ვიკავებ უბრალოდ მედია საშუალებების დასახელებისგან. მე სამწუხაროდ ბევრი ოპოზიციური მედია არ არის საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და ეს იცის პრაქტიკულად თელმა ჟურნალისტთა კორპუსმა თელ საქართველოში. და ნახეთ, რას აკეთებს ადამიანი, როდესაც მან პროცესი წამოიწყო და მას ეგონა რომ ვანო მერაბიშვილი მას დაეხმარებოდა არ ვიცი იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მან ბრძოლა გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ, არ არის პერსონალური დაპირისპირება, ხო, არის იდეური დაპირისპირება, ღირებულებითი დაპირისპირება. აი, რამდენ ამაზე ვისაუბრე მათთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩემთვის და იყო მიუღებელი ყოველთვის, ხო? ხო, და ადამიანი, როდესაც წააწყდა უდიდეს, ძალიან ძლიერ ცოცხალ კედელს პარტიაში და ვიღაცამ აქ თუ შეაგულიანა საქართველოს და დათო კეზერაშვილი იქ ფულით აღჭურვილი რომ ძალიან მალე ჩვენ ნიკამელიას კისერს მოუღრიცავთ და პარტიაში და საერთოდ არც ფიქრობდნენ, ისინი ფიქრობდნენ რომ პროცესები ძალიან სწრაფად დასრულდებოდა. არ ვიცი რაზე ქონდათ გათვლა, მაგრამ პარტიაში დასრულდებოდა ძალიან სწრაფად მათ სასარგებლოდ. ანუ არ ვიცი, მათ ეგონათ რომ მე კანდიდატურას არ წამოვაყენებდი, შეუშინდებოდი ეხლა ვანო მერაბიშვილს და დათო კეზერაშვილის ეხლა ასე თქვათ წარსულს აქტივს თუ ასე შემდეგ, ეს არ ვიცი, მათ უნდა კითხოთ და რო არ ჩანან, ეს არის პრობლემა. აი ამის შემდეგ დაახლოებით 3 კვირაში რამდენიმე მედია საშუალებაში რა თქმა უნდა ოპოზიციურში მიდის კონკრეტული წინადადება მისი ოჯახის წევრებიც და საუბრობს, რომ იცით რა, ჩემი კანდიდატი, ანუ თუ მელია დამარცხება პარტიაში, მე კონკრეტულ რესურსს მოვიტან და იცით რა, აქ მინდა ვთქვა აი არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობ და ბევრს ვამტკიცებ და კონკრეტული ფაქტები მომავს, ხო? ადამიანი თუ კი მართლმოწადინებულია კონკრეტულ აი ამ ძალიან სამართლიან ბრძოლაში საზოგადოებას, პოლიტიკურს და საზოგადოებრივ ჯგუფებს ხარში დაუდგეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ტელევიზიებში და სხვადასხვა მედია საშუალებებში წილის ყიდვა რატომ უნდა? აი წილის ყიდვა რატომ უნდა? ხო? აი თუნდაც არ ვიცი რამდენიმე ტელევიზია, მე მგონი თქვენს ტელევიზიაში გადის ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ შეუძლია სრული შემთხვევაში ჩარიცხოს. ხო ეს დახმარება იქნება, წილი რაც უნდა, რა ეროვნული მოძრაობის წილი უნდა იყიდოს? ამიტომ ესეც ჩემთვის არის კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ არის ორიენტირებული საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. მორჩა მას ისე არ აინტერესებს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წარმატება. არანაირად. მას აინტერესებს მხოლოდ ბიზნეს
ბიზნეს წარმატება და მოტივაცია აქვს. მაგრამ ახლა ან მივცემთ ამის შესაძლებლობას მას, ან არ მივცემთ და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ მივცემთ. მას ეგონა პირდაპირ გეუბნებით. დათო კეზერაშვილს ეგონა, რომ არ ვიცი, ვანო მერაბიშვილი, პირობითად ვამბობ, დათო კირკიტაძე, არ ვიცი, გიორგი ბოტკოველი, ზაზა გოროზია, ხო? აი ეს ადამიანები არიან პარტია. გესმით? და ეს ადამიანები თუ გააერთიანა, ნუ მის ნებისმიერ სურვილს აღასრულებენ, ხო? 200-ზე არასებობს ეს ადამიანები მისგან ჩამოთვალე პარტიის შემადგენელი ნაწილი არიან. ნაწილი არის პარტიის შემადგენელი. მაგრამ მე მგონი გამოჩნდა ხო თვეებში რომ პარტიის ნაწილია და არა პარტია. ვიღაცამ ჩათვალა რომ აქეთ ვანო მერაბიშვილი აი ეს ბატონები, იქით ძალიან დიდი ფული, რომელსაც სხვათა შორის ეს ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი არის. ვიცოდე რომ შიდა არჩევნებში ფულს ხარჯავენ. აი შიდა არჩევნებში შენ რატო უნდა გიწევდეს ფულის ხარჯვა? რატო უნდა ხარჯავდე ფინანსურ რესურსს? რატო უნდა ხარჯავდე ხო ფინანსურ რესურსს და ეხლა ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი, ძალიან ბევრი პარტიის თავმჯდომარე, მე ახლა მისმენს და ტყუილის თქმის შესაძლებლობას არ მომცემენ, ხო? ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაცა ნაკლოვანებებზე, რომელიც მე თურმე მქონდა წლების, აი ამ უკანასკნელი განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში, რა ხალხი საუბრობს? განსხვავებით გულწრფელად შეწუხებული ნაციონალური მოძრაობის ამორჩევნებისა. მე ბევრი მიმართულებით მაქვს კითხვა შემთხვევით არ გითხარით, ამიტომ ცოტა დრო არის. ახლა ეცადეთ რომ მოკლე პასუხები გამცეთ, იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ დრო დაგითხოვოთ. ერთი წუთი შევაჯამოთ დავით კეზერაშვილის ნაწილი. ბატონო ნიკა, დავით კეზერაშვილზე გისვამ კითხვას შეგიძლიათ შევაჯამოთ. არა მხოლოდ პარტიაში. ხო? მას აქვს ერთი ტელეკომპანია ფორმულა და არ ვიცი ვერთოშვიდობაში მოახმაროს და ალბათ მადლობაც შეიძლება ვუთხრათ იმისთვის, რაცაც იქ აკეთებს, მაგრამ რისთვის იყენებ შენ იმ ფინანსურ რესურსს? შენ თუ პოლიტიკური პარტია ხარ, არ უნდა მიცე გასაქანი, ნამდვილად არ უნდა მიცე და არც მივცემთ გასაქანს. ბატონო ნიკა, აი შთაბეჭდილებამ შეება რომ რაღაცის თქმა გინდათ, იმიტომ რომ მედიის თემას უტრიალებთ, ირიბად პირდაპირ არაფერს არ ამბობთ და თუ გნებავთ რამის თქმა გისმენთ. არა, მე ვთქვი უკვე საკმარისზე მეტი. მაშინ ეს თუ ამოვწურეთ, ბატონო ნიკა, ერთი მონოლოგის რეჟიმში ეს ინტერვიუ ხო ვერ წარიმართება, რომ შევაჯამოთ ერთგვარად. ნახეთ, კობანაყოფია იყო ზუსტად ამ ეთერში გუშინ, რომელმაც თქვა და ადასტურა და მან თავდაპირველად თვითონვე თქვა, რომ დავით კეზერაშვილს ორჯერ შეხვდა დეკემბერში, იანვარში, ასევე თქვა, რომ ის არის თქვენი მხარდამჭერი, კეზერაშვილი ხაბეიშვილის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის გამარჯვების შემთხვევაში საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება შესაძლებელია და კობანაყოფიამ თქვა, რომ თანამშრომლობა საერთო მტრის წინააღმდეგ მათ შორის შესაძლებელია დავით კეზერაშვილთან. ამიტომ გეკითხებით ახლა მე თქვენ, წარსულში ეს გამოცდილება გააქვთ? კიდევ დათანხმდებით თანამშრომლობას? არა, მე ნამდვილად არანაირ თანამშრომლობას დათო კეზერაშვილთან, არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვთან არ ვაპირებ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერებით და მისი გამოყენებით. დიახაც ვანო მერაბიშვილს და დათო კეზერაშვილს და მათ რამდენიმე მეგობარს, რომელთა რაღაცა რამდენიმე ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრებიც არიან და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და თვენახევრის განმავლობაში ფარული ჩანაწერებით აღმოდაღმა დადიოდნენ, ხო? ჩემთვის ეს არის სიბინძურე, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძვი. ეს არის წარმოუდგენელი ფენომენი, ფარული ჩანაწერი, მიყურადება, რომელსაც შეწყნარება ჩემის მხრიდან არ ექნება. და მხოლოდ ეს ფაქტი ჩემთვის საკმარისია, რომ არასოდეს არ ვიფიქრო ამ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ მომავალი ამ ადამიანებთან ერთად უკეთესი ამ ქვეყანას არ ექნება. ცვლილება გვინდა, უდიდესი პოლიტიკური ცვლილება გვინდა ძალიან ბევრი საქართველოში, მაგრამ ცვლილება ისე ძალიან კარგად მესმის, ყოველთვის უკეთესობას არ ნიშნავს. ამიტომ ძალიან გონიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებმა. ეხლა რაც მათ იკადრეს, რაც სილისამებლური კამპანიაც აწარმოეს, აი ვანო მერაბიშვილის სტილში, ნამდვილად. ფარული ჩანაწერები, მერე დაბრალება, დაბეზღება, სილისწამება, ეთერებში იშლებოდნენ, დადიოდნენ თითქოს დისკრედიტაციის მცდელობა, ხო, თითქოს ნიკამელია მამუკა ხაზარაძეს შეხვდა, გაურიგდა, ფინანსური რესურსი თხოვა, რომ და სანაცვლოდ 2024 წლის საარჩევნო სიაში 8 კაცის ჩასმა დაპირდა,
და ბევრი სხვა ამ ადამიანებს უსმენდი, იცით, არ დაგიმალო ძალიან გუწმელად, მინდა მით უმეტეს ხვალ არის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ბევრი ადამიანისთვის და მინდა რომ ჩემ კიდევ ერთხელ პოზიცია ყოფილ დავაფიქსო. ამ ადამიანებს უსმენდი და ფიქრობდი რომ აი ეს ადამიანი 1 2 3 ხელისუფლებაში რო იყოს ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სახით. შეიძლება უარესიც იკადროს ვიდრე არ ვიცი მე რამდენიმე ქართული ოცნების ძალიან გვაწყვეტილმა პოლიტიკოსმა. როცა ოპოზიციაში მყოფი შენ მიდიხარ აი ამ სისაძაგლეზე და ჩანაწერებით დაჭეხილით მართვის ბერკეტები გინდა მოიპოვო პარტიაში რომ შემდეგ კაცმა არ იცი შენ რა უნდა გააკეთო ამ პარტიასთან ერთად როცა შენ ცილს წამებ პარტია ერთიანი ნაციონალიზმის თავმჯდომარის და ამით ზიანს აყენებ პარტიის იმიჯს და ქართულმა ოცნებამ ახლა რა შვება იგრძნო ერთის მხრივ ისინი საუბრობენ რომ ჩვენ ერთმანეთს ვიწერთ მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ ოდესაც ეს დაჭეხილი აუდიო ფაილი გაავრცელეს დიახაც გაავრცელეს და ხშირად მეუბნებიან რომ ამ თქვენ გამორიცხავთო რომ სუსმა გაავრცელო მაპატიეთ ეხლა და მე აქ თქვენ ეთერშიც გამოვიყენებ დროს მე ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანები თქვენ ახების განმავლობაში კონკრეტული ადამიანები ამ ყველაფერს დაატარებდნენ და ჯიბეში ჰქონდათ და ახლა მე თუ ვიტყვი რომ სუსმა გაავრცელა რა გამოდის სუსმა მიცა გასავრცელებად ასეთ შეურაცხყოფას მე მათ არ ვაყენებ კონკრეტული ადამიანები და ასახელეთ გვარები ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები პოლიტიკურ მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გეგმა ვინ არიან ეს ადამიანები გვითხარით სახელები და გვარები მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და ამის შემდეგ როცა ავრცელებენ და კადრულობენ დაგმობას განცხადებით რომელიც მათ გაავრცელეს აი უამრავ ადამიანს რომელსაც მოასმენიეს იმად რას ეუბნებიან ან თვალებში როგორ უყურებენ ან ხელს როგორ არ ბატონო ნიკა თუ უამრავი ადამიანია თუ ბევრმა ნახა გავრცელებამდე თქვით მაშინ საჯაროდ სახელები და გვარები ვინ დაატარებდა ამ აუდიო ფაილს პარტიაში განხილვის საგანი აუცილებლად მე ვფიქრობ და ესაც ჩემი მყარი პოზიცია ასეთი ადამიანების მომავალში ადგილი არც პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში არც პარტიულ თანამდებობებზეა და არც განსაკუთრებით ხელისუფლებაშია და თქვენ აი ამ თვეების განმავლობაში ბევრი რამ მოისმინეთ, ხო? ჩემსგანაც ბევრი რამ გაიგეთ, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვუფრთხილდები. და ეს ბევრი რამე, რასაც ვუფრთხილდები, არის პარტიის მომავალი. ჩემი ამოცანა არ არის ვანო მერაბიშვილის დამარცხება და დათო კეზერაშვილის დამარცხება და დარწმუნებული ვარ ღირსება გაიმარჯვებს და სიმართლე გაიმარჯვებს ფულზე და ძალიან ბევრი ადამიანი და მორიგჯერზე დარწმუნდება დათო კეზერაშვილი რომ ფულით არ შეიძლება ღირსება იყიდო. მას ჰქონდა გამოცდილება პოლიტიკური პარტიასთან თანამშრომლობის, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, ხო ფული არ არის. არაფორმალურ მმართველობაზე ვისაუბრეთ, ნახეთ, თქვენ ახსენეთ ცვლილებები. მე მაინტერესებს ცვლილებებიც მოლოდინის, ბატონო ნიკა, ორხმაში ძალიან უხერხულია რომ ვსაუბრობთ და ამიტომ ცვლილებებიც მაინტერესებს მოლოდინიც, ვინაიდან დრო იწურება, მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო, გთხოვთ რომ მოკლე პასუხები გამცეთ. ცვლილებების მსურველი ბევრია. 50,000 რეგისტრირებული ამომრჩეველი, ანუ თქვენი გუნდის პოზიცია სხვა არის, მაგრამ ფაქტია რომ აქტიურობა დიდია, იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე თქვენი პირველად თავმჯდომარეობის დროს იყო. მე არ დაგისვამთ კითხვას, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ თქვენ გგონიათ, რომ ყველა ამ ადამიანს, ათასობით ადამიანს, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, უნდა არაფორმალური მმართველობა. მე მაინტერესებს ეს ადამიანები, რომლებიც გულწრფელები არიან თქვენს კრიტიკაში და მართლა არ მოსწონთ თქვენი პოლიტიკა. აი, ამ გადმოსახედიდან თქვენ სად დაუშვით შეცდომა, აი რაც შეცვლიდით. ნახეთ, ნუ გავყოთ. გულწრფელი ამომრჩეველი რომელიც გულწრფელად დარდობს და მანამ იქნება ამ დარჩი, სანამ ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის ამ ქვეყანაში და ცლის ქვეყნის მოსახლეობას და აღარიბებს და აღატაკებს და პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება და მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია და დიდ ნაწილს ეს წუხილი რა თქმა უნდა არის ერთი და მათგან მისაღებია და მთავარი არგუმენტია პასიურობა ბატონო ნიკა რომ ნიკა მელია ციხეში შესვლამდე იყო უფრო მწვავე უფრო კრიტიკული და აქტიური ვიდრე გამოსვლის შემდგომ მე ვაზუსტებ ისმეთ ამ ადამიანების წინაშე მე ვარ ანგარიშვალდებული მაგრამ მეგონა რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ანგარიშვალდებულნი გესმით და უცბად აღმოჩნდა რომ მაგალითად გენერალური მდივანი პარტიის თანამდებობის პირები დეპუტატები ხახტუ დეპუტატები რამდენიმეს გამოკვლებით მართლაც ფაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ხო? რომელსაც ამ წლების განმავლობაში თუ კი რამე არ მოწონდათ, თუ კი მეტი აქტივობა სურდათ, ერთხელ მაინც რაიმე თეორიული გეგმის, სტრატეგიული თეორიული რაღაცა გეგმის მონახაზის თაობას უნდა ესაუბროთ.
უნდა ესაუბროთ ერთხელ მაინც მაგალითად გასამართ აქციამდე, მაგალითად 14 ოქტომბრის აქციას ხშირად ახსენებენ, რომ მელიამ რო დაშალა აქცია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი და წუნი ჩემი, ხო? ეს ადამიანები ჩემთან ერთად არ გეგმავდნენ ამ აქციას? ამ ადამიანებს რატომ არ ქონდათ სურვილი, რომ მანამდე რაიმე ტიპის конსულტაცია ჩემთან გაემართათ და ეთქვათ ხო არ ჯობია რომ არ დავშალოთ ხო, რატომ დაიშალა ბატონო ნიკა? საინტერესოა, პარტიას არ ქონდა საკმარისი რესურსი, თუ ხალხი არ იყო მზად უწყვეტი პროტესტისთვის. ჩემის აზრით არის უბრალოდ ყველაფერი მიზეზი, ყველაფერი არის საბაბი, რასაც ისინი არტიკულირებენ დღეს, ადამიანები, რომლებიც პასუხისგებელნი იყვნენ. გენერალური დივანი არის პრაქტიკულად ადამიანებზე, რომლებსაც მართლა არ მოსწონთ თქვენი პოლიტიკა. ჩვენ ხო ამ სეგმენტს განვიხილავთ ბატონო ნიკა. ვინც არ არის კმაყოფილი თქვენი პოლიტიკით, მათ ესაუბრეთ. არა, მათ ესაუბრებთ, მათ რა უფლება იყვნენ უკმაყოფილონი. და მათ იციან რა გამიკეთებია და მათ იციან რა შეიძლება მეტი გამეკეთებია. ის ყველა ადამიანი, მაგრამ სულ სხვა არის, ვინც ახლა მე მადანაშაულებს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ თანამდებობას მათ შორის პარლამენტში. ხო, პარლამენტში მე ვუშლი აქტიურობას? მე ვუშლი, იქ არ ყავთ ყობახიძე, იქ არ ყავთ დინარაძე, იქ არ ყავთ მთელი ქართული ოცნების კოღორტა? რას აკეთებენ მაშინ ამ ლოგიკით, ხო? მე ვუშლი იქ? აი ამათგან არ მივიღებ ამ შენიშნავს, მე აუცილებლად დავსვამ ლევან ხაბეიშვილთან ის ჩაგვერთვება, მაგრამ იქამდე რისი დაკონკრეტება მინდა ბატონო ნიკა. ერთი ბრალდება იყო ასეთი, ერთი ბრალდება რამდენიმე ძირითადისგან. თქვენ რამდენიმე დღეს წინ დაწერეთ, რომ აი თქვენი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის მოდერნიზაცია დაიწყებოდა. რა გიშლიდათ ხელს აქამდე? აი ერთ მაგალითს მოვიყვან, ახალი სახეები, რომლებიც დაანონსეთ, წარადგინეთ და ძალიან მალე მათ დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები. აი ობოლაძე, ჩალაძე, მამულაშვილი, ეს ერთი ბრალდება. ასევე აი აქტიურობა, პასიურობა, რომ დავაკონკრეტოთ, გულშემატკივრების შეფასება, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, ბევრი ბრალდება ისმოდა თქვენი მისამართით და 9 ნოემბრამდე. 9 ნოემბრამდე. ამ ბატონების ხიდან თუ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. კი ბატონო, ეს მინდა გავუმიჯო, ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. გასაგებია და ვთქვი, რომ ვერ იქნებიან და ვერც ვერ იქნები კმაყოფილი მანამ, სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, სანამ ნიკა, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებიან გათავისუფლებული, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ხელისუფლება, რომელიც უნიკალურ შანსს ქვეყანას აკარგინებს, გახდეს ოჯახი სრულფასოვანი ევროპული, რომელიც შესაძლებლობის სახით შემთხვევით მოგვიცა, მოდით ესეც ვაღიაროთ, ხო? სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები წარმოიშვა და აქ გაჩნდა ფანჯარა შესაძლებლობისა, რომელიც არ არის გამოყენებული ამ ხელისუფლების მიერ. და იმ ბატონებისგან ვერასოდეს ვერ მივიღებ, არ გეწყინოთ პეტრე ცისკარიშვილისგან, რომელიც გენერალური მდივანი იყო მთელი ერთ წლის განმავლობაში და გაუხსენი შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ქმედითი და პრაქტიკულად პარტიისთვის, ანუ მთავრობის ხელმძღვანელი, პარტიისთვის პრემიერ-მინისტრია. ჩათვალეთ, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მინისტრები იყოს, არა? ვერ ვიქნები მისგან მე ვერ მივიღებ უბრალოდ ვერანაირ შენიშვნას. შემთხვევით პირიქით ხო არ იყო. შემთხვევით ამ პერიოდის განმავლობაში ხელი შეშლის გარდა შეიძლება მე დავსვა ეს თქო რამე გააკეთა, არ დავასახელებ რამდენიმე ადამიანმა. ცისკარიშვილისგან ვერ იღებთ, ამ მრჩევლისგან თუ იღებთ და თქვენი ისევ თავმჯდომარეობის შემთხვევაში ბატონო ნიკა რა შეიცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ფუნდამენტურად შეიძლება ცივილიზაციური არჩევნებია ხალხო ახლა. ამ ადამიანებს სიმართლე გითხრათ, ასეთი ფართო ჩართულობით ამორჩევლების ამ ფორმატში არჩევნების ჩატარება არ სურდათ, მათ სურდათ ძალიან ვიწრო, როცა არჩევნებს უკვე დაიწყო 9 ნოემბერს როცა გააკეთეს განცხადება, მათ სურდათ აი ძალიან ვიწრო ფორმატში ჩატარებული იყო არჩევნები. და საუბრობდნენ, რომ 15,000-ზე მეტი ადამიანი არ მიიღებს მონაწილეობა და შემდეგ, ხო? ეხლა ამაყობენ ამ რაოდენობით, სულ სხვა სურვილი ჰქონდათ, მათ სურდათ მხოლოდ საკრებულოს წევრებს, პოლიციის წევრებს და უბნის უფროსებს და კოორდინატორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ცივილიზაციური არჩევნებია, ხედვებს შორის არჩევნებია, რადგან ვისაუბრობ ზემოთ. მიდგომებს შორის არჩევნებია, ძველსა და ახლას შორის. აი თქვენ ხედვებში რა იცვლება, იმიტომ რომ 9 ნოემბრამდე თუ რამე გავაკეთე და თავდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა ეს. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ბევრთან ერთად ამ წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გავაკეთე, უბრალოდ საბოლოო გამარჯვების აკორდი ვერ ავიღეთ და ბევრთან ერთად მათ შორის ცალკე პოლიტიკური სოლომოქმედებებითაც კრიზისი შემიქმნია ბიძინა ივანიშვილისთვის. შემიქმნია და არაერთხელ. რატომ ვერ გამოიღო შედეგი? ვერ გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ რუსული ავტოკრატიული რეჟიმია და წინასწარმეტყველების სფერო არ არის პოლიტიკა. ის რომ დღეს ჯერ
კლავად ბიზნესმენების ხელისუფლება ის იმას გვარებს რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა მაგრამ ადამიანები რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ პროცესების წარმართვაზე ხო დღეს ეხა მხოლოდ იმიტომ რომ კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილით არიან გაგულიანებულები და გონიათ რომ ეს არის ჭეშმარიტების უკანასკნელი რაღაცა უმაღლესი ინსტანცია ეს ასე არ არის თუ კი რამე გავაკეთე და გამომივიდა ხო ის უფრო მიკვეს როგორ გამომივიდა ეს ადამიანები ამ კონკრეტული თარიღისთვის 9 ნოემბრისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ როგორც ჩანს ისინი ფიქრობდნენ აი რა მაიძულა არ დაგიმალავთ რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და რითი იყვნენ შეგულიანებულნი იმიტომ მე მათი შესაძლებლობები ვიცით პარტიაში უკვე მე არც ხათვევა და არც ერთი წელიწადი არა ვარ ხო და მეათე წელიწადია რაც ვარ პარტიაში და თანამდებობები მე წლების განმავლობაში არ მქონდა და გრიგოლ ვაშაძე რომ პარტიის თავმჯდომარე იყო მე გრიგოლ ვაშაძეს არასოდეს არ მეკადრებია ბატონ გრიგოლ რატო შეიძლება მე უფრო აქტიური ვიყო რიგ შემთხვევაში ვიდრე თქვენ იმიტომ რომ ვიცოდი რომ გრიგოლ ვაშაძეს სხვა ფუნქციები ჰქონდა ხო და პირიქით თუ რომ რამეს ვცდილობდი ხელის შეწყობას ვცდილობდი თუ რამე მათ სურდათ მე ვაკავებდი ჯერ ამის საზოგადოებას აქტივობა უნდათ და ვაკავებდი გამოდიან და რაღაცა წარმოუდგენელ ბრალდებებს ისვრიან მარჯვენა მარცხნივ რომ ოფისები დაიხურა და თუ მე და გენერალური მდივანი ამ დროს ასაკეთებდა ანუ პარტიას არ ქონდა რესურსი და არა კონკრეტულად ნიკამელია სწორად ხვდებით არა ნახეთ რა არის დეა ჩვენ რაში ვადანაშაულოთ ერთმანეთს რომ დღემდე არ არის ხელისუფლება შეცვლილი რუსული ოლიგარქიული რეჟიმი კი ბატონო თუ ამაში თანხმდებით უნდა დავადანაშაულოთ შეიძლება დავადანაშაულოთ და დავხოცოთ ერთმანეთი პოლიტიკურად თუ ჩვენ ვადანაშაულებთ დღემდე ერთმანეთს იმაში რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წყეობიდან ვერ გამოვიყვანეთ ამაზე დავა და კამათი და ჭუბი შეიძლება მაგრამ მე დღეს ვერ მოვისმინე ვერასოდეს ვერავისგან ისინი რას გააკეთებდნენ ჩემს ადგილას თუნდაც 14 ოქტომბერს როგორ მოიქცეოდნენ როგორ იხსნიდნენ ანიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს მათ კითხავ აუცილებლად ახლა დისკრედიტაციას გამიგია მაგრამ ისინი როგორ მოიქცეოდნენ წარმოდგენა არა მე ვკითხავ მათ აუცილებლად ამას აქვს ერთი მოტივი არც აქვს წარმოდგენა და ვერც ექნებათ იმიტომ რომ სიმართლე არ არის მათ ხარეს მათ მოიპოვეს ახსნა ამ პროცესში დათო კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი და მორჩა გათავდა არგუმენტი არ აინტერესებთ აინტერესებთ ბრძოლა თუნდაც კამათით თუნდაც მოკლედ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პროცესების წარმართვა ხო ეხა მე მაპატიეთ ეხა ვადამდელი არჩევნები როდესაც დავაანონსე სექტემბრის თვეში უკვე რასაც ვერ ვატყუდი სერიოზული პრობლემები იყო და ეს ადამიანები ჩემს დასაკლავ ხანჯლებს ლესავდნენ როგორც აღმოჩნდა ხო და მე პრეტენზიები წამოვიდა ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავითო მაპატიეთ და სამაჯურს რო ვიხსნიდი საქმის კურსში იყო ეს რა ქვია რომელიმე მათგანი ეხა ხო არის ვითარება როდესაც შენ გიწევ საკუთარ თავზე აღება ლიდერობის და თუ ეხა უკან ყავს ხალხი რომლებიც ერთგულნი არიან ამ ბრძოლაში ისინი მოყვებია მაგრამ თუ არიან ადამიანები ვინც ელოდება მომენტს დანა ზურში როდის ჩაგარტყას მაშინ პროცესები ვითარდება ისე როგორც განვითარდა როდესაც ვერ გადავიდე არ დავიჭირეთ ვამბობდი დეა მე ხო არ ვიცოდი როგორ განვითარდება პროცესი მაპატეთ არც მაშინ შემითანხმებია ხო როდესაც შენ ხარ პარტია ერთიანი ნაციონალ-მოძრაობის თავმჯდომარე ხო მე ვფიქრობ არავინ კითხვის ნიშანი არ უნდა დასვას ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა მაგრამ ამ ადამიანებს სხვა ინტერესი ქონიათ და მოინდომეს რომ ყველაფერი იმ დაგმარად შეეფუთათ რომ იქ სადაც ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე იყო არის და იქნება ქუჩის საპროტესტო აქციები სხვადასხვა არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა ზუსტად აი აქ დაერტყათ ჩემთვის და ვის ადამიანები რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პარტია ერთიანი ნაციონალ-მოძრაობის დეპუტაციას ყველა სარგულისხმობ იშვიათი გამონაკლისის გარდა რა თქმა უნდა იქ არის ეს ვითარება მძიმე და ბატონო სამწუხაროდ რომელიც ისედაც იწურება ერთი წუთით უნდა დავსვა ბატონო კითხვა მოლოდინზე უნდა დავსვა აუცილებლად შემდეგი კითხვა იმიტომ რომ რამდენიმე საათი რჩება და რამდენიმე დღე იქამდე ვიდრე გავიგებთ ვინ ჩაიბარებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას იმ შემთხვევაში ცხადია თუ მეორე ტური ჩაინიშნება. მე მაინტერესებს პირველი გაიმარჯვებ თუ არა, მეორე გაიმარჯვებ და ელოდებით თუ არა მეორე ტურის საფრთხეს და ახლა ყველა დარწმუნებულია გამარჯვებაში, აი ცოტა უცნაური მდგომარეობა, რომ ყველა დარწმუნებით იძახის, რომ მას აქვს უპირობო ლიდერობა თელ ამ არჩევნებში და ამ პროცესში. თქვენი მოლოდინი როგორია? ყველა შემთხვევაში შედეგი ნებისმიერ იქნება პატივი.
მე პოლიტიკაში ვცდილობ ვიყო გულწრფელი ყოველთვის. ჩემთვის პოლიტიკაში მორალური პოლიტიკის კეთება არის ძალიან ფასეული. შეიძლება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ფასადაც მიჯდება ხოლმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გზაზე, ამ მძიმე გზაზე სიმართლე არის ყველაზე მძიმე პოლიტიკური იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ გზაზე სიბინძურით, ფარული ჩანაწერებით, შანტაჟით, ფულის, ასე ვთქვათ, ფრიალით, დაპირებებით, არ ვიცი რა არ გავინახე და რა არ მომისმინე და ნეტა არც დამენახა და არც მომესმინა. როგორ დასრულდება ბატონო ნიკა ეს არჩევნები თქვენი აზრით? დღეს ყველა ნაკლოვანება ამ გუნდის არის ზედაპირზე ამოსული ისევე როგორც ყველა ასე ვთქვათ უპირატესობა და მე არ მივაყენებ შეურაცხყოფას პარტია ნაციონალური მოძრაობის პოტენციურ ამორჩევას ხარდაჭერებს ის ადამიანები ვინც დარეგისტრირდნენ რაიმე ტიპის ეხა დასკვნა გავაკეთო და თქვა რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვები ამდენ პროცენტს ავიღებ და დარწმუნებული მე მაგ ჩემი მოლოდინი მაგრამ მათ მინდა მივანდო ეს ყველაფერი და ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებას მე დავემორჩილები როგორ დასრულდება ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი პროგნოზი იცით რატომ გიკითხებთ ბატონო ნიკა დავა კონკრეტულად აღიარო რა არჩევნების შედეგები ნიადაგს ამზადებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მათგანი რომ არჩევნები ყალბდება ეხლა ესე იგი ნახეთ პარტიის დანგრევის მცდელობაზე როდესაც საუბრობ რას გულისხმობ დეა ეხლა ფარული მიჩეხილი ჩანაწერები მოკლედ შიგნით აფრიალეს და ამით ქართულ ოცნებას მიცეს საშინელი იარაღი ხელში და სამიზნე შუბზე დაგვახატეს და მეორე დღეს გამოდიან და აგერ მელია მოეყვა ქალბატონი გიულის ალასანიას უცნაური წარმომავლობის ასევე დამონტაჟებული ჩანაწერი გაავრცელეს რომ ტელეკომპანია იმედო პოსტება იმას უკვე მემაბრალებენ ესე იგი მელიამო შური იზიაო და ხო წარმოგიდგენიათ ხო რას ჩაუყარეს საფუძველი ახლა თვალდაზე იგი ნებისმიერი თქვენი ჩანაწერი რო გავრცელდეს ხო ან პარტიაში გავრცელდეს ქართული ოცნება ადვილად ხელებს დაება სიტყვის რომ ქართული ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს რო წერდა რა არ იცოდით და უცხოელს ამას ეთქვია აი რამხელა ზიანი მოგვაყენეს იმიჯური და ამის გამოსწორების შანსი იძლევა ხვალდაზე ახლა ვიღაცეები ჩემი ოპონენტები საუბრობენ რაღაც კვირების განმავლობაში რომ არჩევნებს გააყალბებსო მელიაო ესე იგი წარმოიდგინეთ მე დღეს ვზივარ თქვენს ეთერში და იმასაც არ გამოვრიცხავ არჩევნების შედეგების დაფიქსირების შემდეგ ვიღაცა მართლა არ გამოვიდეს და არ თქოს რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა რა ვინ ცდილობს ჩაშლას ბატონო ნიკა კონკრეტულად წარმოუდგენელი ცდელობა იქნება იმიტომ რომ ჩვენ თუ შიგნით ერთმანეთს უნდა ვაბრალოთ არჩევნების გაყალბება რა წმენა უნდა მივცეთ ან უცხოელ კოლეგებს ოდესმე ვისგან ელოდებით რომ ის დაიწყებს ჩაშლას და ლეგიტიმურად შედეგების გამოცხადებას თქვენ გარდა სამი კანდიდატია მე მაინტერესებს თქვენი პასუხი ბატონო ნიკა განსაკუთრებით ორი კანდიდატი განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის და კერიზაშვილის გუნდის წარმომადგენელთა რაღაცა ნაწილი ამას არც მალავს და განსაკუთრებით ბატონი მულვაძე საუბრობდა კვირების განმავლობაში ხო მოგისმენიათ წერდა ანუ მხოლოდ არ აღიარებას ელოდებით თუ ელოდებით ინციდენტებს რომ ინციდენტები მოხვება ამ არჩევნებს უნდა მოყვეს ჩაშლის მცდელობაზე საუბრობთ რომ არალეგიტიმურად გამოცხადეს არჩევნები სამწუხარო ინციდენტების პრაქტიკა იყო და ამიტომ გითხო არ აღიარება მე ეს პროცესი მგონია პროვოცირებული და მართული მე სხვა რამეს გულისხმობ ბატონო ნიკა რომ მოხდეს დაპირისპირება ამაზე მეტი დაპირისპირება რა უნდა მოხდეს დეა რა დაპირისპირება უნდა მოხდეს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მე მიმაჩნია პროვოცირებული და მომავალი ამასაც ნათელს მოხდენს რა თქმა უნდა იმ ხარეს ვინც არის ვერთო დამიფაროს რომ ყველაზე ვიფიქრო რომ გააზრებულად დგას დღეს იქ სადაც ჩემი აზრით არ უნდა იდგეს მაგრამ ცოტა ხანში და ბერმა მიიღო უკვე სწორი გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტი მიიღებს ხვალდაზე ძალიან სწორ დასვენებს გააკეთებენ ნიშნულოვანია ვიცოდეთ რომ მომავალში ყველა დონეზე უნდა იყოს არჩევნები ჩატარებული პარტიაში ყველა დეპუტატი რომელიც ოდესმე მოინდომებს პარლამენტში შესვლას ეს მანდატი უნდა მიიღოს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების მიერ აი იგივე ფორმატში რა ფორმატში ახლა არჩევნები ტარდება ვერანაირი ფული და ვერანაირი ასე ვთქვათ სიმდიდრე ვერ უნდა გახდეს გარანტია იმისა რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება ასეთი დეპუტატი ყავდეს და სამწუხაროდ ეს მანკიერება ტრადიციად იქცა უკანასკნელი ორი არჩევნების განმავლობაში მნიშვნელოვანია ყველა მიცოდეს რომ არჩევნები ჩატარდება ფარულ ფორმატში ვერასოდეს ეცოდინება ვინ ვის დაუჭირა მხარი. აი ამაზე რომ მიწევს მე ახლა აქცენტის გაკეთება, დეა.
ესეც უკვე ნათლად წარმოაჩენს იმ რგოლოდ ნაკს და მანკიერებას, რომელიც ახლავს ამ პროცესს. იმიტომ რომ ფული დახარჯეს, გამოგიდიანიათ ამ არჩევნებში. შიდა არჩევნებში რატომ უნდა ჭირდებოდეს ხა ფული წარმოუდგენელია. ნუ კეზერაშვილს გონია რომ ფულით ყველაფერი შეიძლება გააკეთოს. დიდი მადლობა ბატონო ნიკა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. უნდა იცოდეს ამორჩეველმა მის მიერ მიცემული ხმა მხოლოდ მას ეწოდინება ვისასარგებლოდ აისახება და ვერავინ ვერ გაიგებს, ვერც ერთი მხარე. ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ ნახოთ რა შედეგით დასრულდება. მე მაგ წარმოდგენა რა შედეგით დასრულდება დაახლოებით, თავს არ მოვახვევ საზოგადოებას, უბრალოდ ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ თქვენთან აქ დიდი სიამოვნებით, რომ ყველა შედეგს აუცილებლად თვალს გაუსწორებ და იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვუსმენდით ნიკა მელიას. ამორჩევლებისადმი უნდა დააფიქსირო, მწარე იქნება მარცხი ვინმესთვის, დიახაც არა უშავს. აქ არ არის ჩვენთვის ამოცანა ერთმანეთის დამარცხება. თუ გუცხოველები ვართ ამ პროცესში, ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება. დიდი მადლობა ბატონო ნიკა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ამავდროულად თავმჯდომარეობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენს